ერთი რამე მინდა თანამდებობით გითხრათ. Საერთოდ დარჩა ყველა. იმიტომ რომ ამ კომუნიკაციამ ხელისუფლებასა თითქოს რასაც ბევრი ვუწოდებთ და ელჩებს შორის ძალიან ძიმე შთაბეჭდილება დატოვა და შეუძლებელია ეს ყველაფერი უკვალოდ არასოდეს არ ჩაივლიდა ბავშვს დაწუნებული და ახლა მით უმეტეს. არც გუშინდელი განცხადება იყო შემთხვევითი, არც ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებული ხარცელის, არც ამერიკის შეერთებულ საელჩოს მიერ გაკეთებული, არც მათი ელჩის დაბარება იყო შემთხვევითი და ემსახურებოდა ეს განცხადება რაღაცნაირად იქნებ მოხდეს პროცესების დასტაბილურება და დაგმეს ძალადობა, ხო? ძალადობა დაგმეს უბრალოდ. და ხელისუფლებას მოუწოდეს შემშვიდობა დღეს დაინახეს არ ვიცი ამდენი იყო რაც ვიცი ხო მოძალადეები ადამიანები რომლებიც ახლა ჩადიან დანაშაულს ალბათ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენ ხო ყველგან ვერ მუშაობთ კამერით ჟურნალისტებმა დასვეს ეს კითხვა ნიკა რატომ არიან იქ ცოტა პოლიცია ვიდრე მეტი უფრო შეკრებილი ადამიანები ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება ხო პოლიტიკური გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილი რას ვერ იაზრებს იცით ბიძინა ივანიშვილი რას ვერ ეგუება ძირფასო მეგობრებო რას ვერ ეგუება მან ბევრი ადამიანი დააშანტაჟა, ბევრი მოისყიდა, ბევრი ადამიანი უბრალოდ ბრძოლის ველიდან გაიყვანა სხვადასხვა ბინძური მეთოდებით რა, შანტაჟით, მუქაითაში შემდეგ გაიყვანა, ხა არ მინდა სახელით უყარებს, არ ჩამოთვლი, ხო? აღარ არსებობენ, თითქოს აღარ არიან თითქოს საქართველოს მოქალაქეები, არ ჩანან, არა და ერთდროულად ძალიან აქტიურები, ხო? ვერ ეგუება მოცემულობას, სადაც არიან ადამიანები და ძალიან ბევრი, ვინც ამ ბოროტებას ვებრძვით. ამ ადამიანის ეხა სურვილი რო იყოს და არის ეს სურვილი, ხო? გააკეთებდა ამაზე უარეს. უბრალოდ იცის, რომ არის დიდ უმცირესობაში, იცის, რომ საერთაშორისო ხარდაჭერა მას არ აქვს. შესაძლებლობა რო ქონდეს უბრალოდ გააკეთებდა ამ ყველაფერს, მაგრამ განიარაღებულია, იცით რატომ? ყველა ნიღაბი ჩამოძრა სახიდან. ეს ხომ რა განცხადებების კეთება პარტნიორების მხრიდან, საერთაშორისო პარტნიორების გულისხმობ, ეს ხო არ არის ნიკა მელიას გაკეთებული, ბადრი ჯაფარიძის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ხო არ არის, ხო? ეს კეთდება იმ სახელმწიფოს კომაგი პარტნიორების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში უდიდეს ინვესტიციას ენერგიის ფინანსური, პოლიტიკური დროის ინვესტირებას ახორციელებენ და ხედავენ, რომ მისიით უწევთ სახელმწიფოში მუშაობა და მათი აქ ყოფნის პროცესში და პერიოდში სახელმწიფო საქართველო ევროატლანტიკური კურსიდან გადადის სხვაგან კურსიცვლის საგარეო პოლიტიკურს და ეს სხვაგან არის რუსეთის ფედერაცია ხახდო ადრე თუ გვინდა გამოვიდოდა და არადამაჯერებელი არგუმენტებით ამას იტყოდა დღეს უბრალოდ ბავშვი უნდა იყო ან ძალიან მიამეტი უნდა იყოს რომ ჯეროდეს ეს არ ხდება და აღარც მალავე რა უნდა მეტი რაღა უნდა თქვენ აი გააფიცეთ ყველაფერს რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს რომ დარწმუნდეს საქართველოს მოქალაქე რომ საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება და დასავლური სივრციდან გავდივართ მაგალითად არ ირეაგიროს საერთოდ კარლ ჰალცერის ზარებზე ამიტომ გეკითხებით ირეაგირა თუ არა ხელისუფლებამ დღეს კარლ ჰალცერის თხოვნაზე მაღალ დონეზე რომ იქ განმუხტული არ მინდა ამ დეტალებზე საუბარი არაფერი არ დაიმალება და ეს ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვა ადრე თუ გვიან და შედეგსაც გამოიღებს ამ ქვეყნის საკეთებო აუცილებელი დარჩიო კომუნიკაციის შედეგითო და არ გაითვალისწინეს არ მინდა შიდა საუბრები გამოვიტანო მაგრამ გარანტიები საჯარო ინტერესისა მე მესმის საჯარო ინტერესის და ნამდვილად მაქვს დიდი სურვილი რომ მოყვე ყველა ფაქტი დაწვრილებით. ეს საინტერესოა ძალიან ამას არ დაგვიწყო. მიიღო თუ არა გარანტიები ევროკავშირის ელჩმა მისი ოფისის წინ, კაცი რომელიც შეხვედრაზე იყო რომ გამოვა და არტყამენ თუ არა. ამას გეკითხებით მარტივად კიდე არა. არა, როგორ ჩანს, რომ ასეთი გარანტია არ არსებობდა. არ არსებობდა. ჩვენი 2 საათი დავყავით შეწუხებული ადამიანის თხოვნით და რეკომენდაციით იქ. ანუ ახლა ხედავთ ჩვენი ყოფნითაც კიდევ უფრო მეტად წუხდებოდა ვინაიდან პასუხს ვერ ვიგებდით ხო და ახლა შეუძლებელი იყო ახლა ჩვენი ადამიანებს ხონდათ შეხვედრები დიდი ბოდიში მოვიხადეთ და გამოვედით ხო მიუხედავად თოვნისა შეხვედრების საათი ანუ ეს პირისპირ ადამიანების დაგეგმილი შეხვედრები აღარ შედგა უბრალოდ ელოდებოდით ამ შეხვედრებს არა მე გულისხმობ კამპანიური შეხვედრები ქონდა იქ პოლიტიკურ ლიდერებს ვინ შეგით ვიყავით გამოვედით უკვე შენობიდან მაგრამ თხოვნა იყო რომ ჯერ არ გავსულიყავით მაგრამ პროცესი შეიძლებოდა ლოდინის რეჟიმში ყოფილიყავით